მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მესამე სეზონის მეოთხე სერია. კაი, საკმაოდ ისეთი ნორმალური საინტერესო სერიები წამოვიდა. აი, წინა სერიის მერე ხო ლებერბოშლი დავრჩი, სკაილერის ამბის მერე იმედია როგორღაც გამოვასწორებთ მაგ ამბავს. სკაილერი გამოვასწორებს, თორე ბოლოს რა აქვს გამოსასწორებელი. ზოგადად კი, მითხეს კიდეც რომ ვოლტი კარგად არ იქცეოდა, იმიტომ რომ ოჯახისთვის ცდილობდა ამ ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად მაგ ქმედებებით ხმა არ ვიცი გესმით თუ არა, უბრალოდ შეიძლება გესმოდეთ. თავისი ქმედებებით რომ პარალელურად საფრთხეს შეაყენებდა ოჯახს, იმიტომ რომ ხო ვინმეს რო გაიგო, როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი, და გაიგეს კიდეც. იციან ახლა სალამანგებმა, კიდე გაიგას იყავთ და არ ვიცი ვოლტის მოკლის უფლებას. გასი რას იზავს ხო, ეგეც მაინტერესებს, იმიტომ რომ აშკარად ვოლტთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა. ვნახავთ მოარჩენი. ვნახავთ. ძიმე დანაშაული. Green light. საინტერესოა. ძიმე დანაშაული. მესამე სეზონის მეოთხე სერია Green light. მწვანე შუქი. 3, 2, 1 დავიწყეთ. ახლა ისე მეორე სეზონის ინტრო სტილი არა მადლობა. გახმოვანებულია acharan.net.com-ის მიერ. ჯესი უკვე დაუბრუნდა ბოლომდე თავის ვიზუალს. საწუხაროა, ესე იგი. არა, სიგარეტი და კარგად გამოიყურება ასე, მაგრამ ყველულაშის გარეშე ბართლა ძალიან ძერს გამოიყურება. ჯანდაბა. გარეთ ბანკომატი გვაქვს. ხო. არ მაქვს ბარათი. შეგიძლია პირადობით ჩეკი გამოიწერო. ბანკებთან რაღაც საქმე ვერ მიმდის. აჰა. რას ფიქრობ, შეიძლება მოგვიანებით გადახდა? თუ არა. არა გონია. ჩემგან თანხმობა გაქვს. მაგრამ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ხომ ხვდები არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მამა ჩემი უზარმაზარი ჟმოტია. 1 წელი აქაც მამა ჩემი, ერთად ჩემი. ჩეკებს ყოველთვის ამოწმებს. ყოველთვის უნდა დაურეკო. ბოდიში. მოიცადე. ერთ წამს. იქნებ გაგვეცვალა. ჯესი რა? გაგიშინჯავს ოდესმე. რავი, ხანდახან ძალიან ბევრ მოსაწევს ვეწევი ვგულავ, მაგრამ ამ რაღაცამ ხომ მაგრად იცის მიჩვევა. არა, რას ამბობ? ტელევიზორში აბუქებენ. ჯესი. შენ კი გადაეჩვიე, მაგრამ მარტივად არა. როგორია? ღმერთო. საშინელი. ძალიან მაგარია. ჯესი. ყველაფერი მაქსიმალურად პრინციპში ხო, მაგრამ ძალიან ცივი და ბასრი შეგრძნებები მოაქვს. ჭირდება ახლა ჯესის ბენზინიც და სიგარეტიც, მაგრამ ძალიან მაგარია. რავი. ძალიან. არ არის. აბა. გასინჯული არ მაქვს კომენტარებს ვისური აქ არ არის მეთქი. კაი დროსია. სასიამოვნო დღეს გისურვებ.
აჰა. აზრზე არ ვარ რა თქვა ახლა. Breaking Bad. როგორ გაქვს? გტკენს? ხო, აა. მიჭერს. ხო, მაგრამ მტკივნეულია. სულ თქვა მიჭირს. ნუ სულ თქვა აუცილებელია. ამასთან ერთად მოდი ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ შენ საშინელი ინციდენტის მსხვერპლი გახდი, ანტონიო. ამიტომ პატარა დისკომფორტია მოსალოდნელი. ო? მოდი ეს დავტოვოთ. ფული მოლარესთან დატოვეთ, por favor. ხო და ხმა გაავრცელეთ, რომ ვამზადებ ჯგუფურ საჩივარს 515 ავარიის კატასტროფის შესახებ. საუკეთესო იქნება თუ დაზარალებულების ოჯახის წევრებს მომიყვანთ. მივიღებ ნებისმიერს, ვინც თვითმფრინავის ჩამოვარდნისაგან ემოციური თვითმფრინავის ჩამოვარდნის პრობლემა გაუჩნდა. ხო მიხვდით? მოხდა რამე? ტედ ბენეკი სერიოზულად ამბობ, ეგ ტიპი ნამდვილად მასხარაა. იცი რა? უი. შენ ჩემ ბლეფსი არ წამოიგე. ეგ საერთოდ რას ნიშნავს? შენ მითხარი რომ შემიძლია პოლიციისთვის მივამართე. მე ეს არ გავაკეთე, ასე რომ შენ გაიმარჯვა. სახლში დარჩენე თუ გინდა დარჩე, მაგრამ ხო. აღარ ვარ. კარგად. ხო გითხარი რომ მეთამფეტამინის დამზადებას შევეშვი სკაილერ. მე შენ ამას დაგპირდი. იცი რა, ბოლოს და ბოლოს ვიღაცასთან მაინც არ გავიქეცი, ღმერთო, ყველაფერი რაც გამიკეთებია ამ ოჯახისთვის გავაკეთე. ეგ შენ თავს უმეორე. ეს რას უნდა ნიშნავდეს? თუ რამე არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე და შენი ნარკოტიკების ნაშოვნი ფულით წაიყოლო. ღმერთო. სვეტში. უნიტაზი ჩარეცხეს. შენ გონია ეს წასვლას მაიძულებს თუ გინდა ტედს გაუჟი მიხარ, ყასაბსაც და პოსტალიონსაც. ვაუ. ვინც გაგისწორდება იმასთან იჟიმავე მე არ სადავ. გინდა ის გეკითხე. ეს კარგის ნიშანია თუ ცუდის? ასრზე არა ვერსიას მიდი. რაც მინდა ის გინდა რომ ხნა, მაშინ მის სახეს, რასაც მინდა იმას უზავ. ოპო. სერიოზულად? სერიოზულად? ვოლტერ ვაიტი ტედ ბენეკისთან სურს შეხვედრა. ბოდიში ბატონ ბენეკს საკონფერენციო ჩართვა აქვს. კარგით. მოვიცდი. ეს დიდ დროს წაგართმევთ. მკვდარზე მეტი დრო მაქვს. დრო გაქვს. თავისეთ საქმეზეა მოსული დამჯერე დრო აქვს. მე მგონი ვერ მოიწვეს ახლა და შევარდება პირდაპირ. აჰა, ესეც ასე. ასე გებია. უკაცრავად, ბატონ ბენიკის არსცალია. ტედ. მოიცვის. გამო რა? ბატონო, უკაცრავად. უკაცრავად. ივალება ეს ვირთხა. დაგინახე. ხედავ როგორ დგახარ მაგ შენ კაბინეტში. ჰეი, გამო, აბა კარი გააღე, მოდი. მოდი, ვილაპარაკოთ. მე უბრალოდ საუბარი მსურს. მეტი არაფერი, მოდი ისე მოვიქცეთ როგორც კაცებს შეეფერებათ. კარგი რა სიტყვი? ეი ვოლტ, რაღაც საქმის შუა ნაწილზე ვარ მისული ახლა. ხო, რა თქმა უნდა, ხო და გააღე კარი, ხო მართალი ხარ ეს. დედანატირები ნამდვილად რაღაცის შუაში იყავი. უბრალოდ კარი გააღე და ამაზე ვილაპარაკოთ, კარგი? ქალბატონო, გაიქეცით მაქედან თუ შეიძლება. არ გინდა რომ კაცურად მოიქცე? სათადარიგო გეგმა, როგორ მოგწონს? სათადარიგო გეგმა. ღმერთო, ეს არ არის კარგი. ოპა, სკაილერ. ვოლტ. რასაკეთე? შენ წადი რა. რასაკეთე? ტედს ვილაპარაკები. შენი კარი. ვოლტი მაგარი გადაობა ტიპია ამ სეზონში. მე მგონი ვოლტი ისევ ჩემი საყვარელი პერსონაჟი ხდება. არ გაინძრე. ჯანდაბა, უბრალოდ მოლოდინის ხვარი. იგაც. რომ დაველაპარაკო, წამოდი გარეთ, ღმერთო. შემიძლია დაველაპარაკო, უბრალოდ მინდა რომ დაველაპარაკო. დალაპარაკება მინდა უბრალოდ. კარგი, მშვიდად ვარ. არ გაამართლა. ნუ, სიმართლე გითხრა, სკაილერთან ახლა უფრო მეტი პრეტენზია უნდა ჰქონდეს. ანუ,
კი, როგორც წინა სერიაში ეგეც ვთქვი, ტედი არასწორად ღმერთო. რა რა ჩანდება? რა გინდა? ეი. მოიცადე ერთი წამით. ღმერთო ჩემო. რა ჯანდაბა დაგემართა? ანუ ტედმა იცოდა ყველაფერი. ჩემ მეორე ცოლს წავასწარი ჩემ მამინაცვალთან ჟიმაობის. რა? გასაგებია? ეს სამყარო უმოწყვალოა, ვოლტ. ჩემ მეორე ცოლს, ჩემ ბაბინაცვალ. უბრალოდ მასთან ლაპარაკი მინდა. აუჩი. ხო, ახლა კი მე გელაპარაკები. ჩავთვალე გადაგარჩინეთ, იქ შეიძლებოდა დაეპატიმრებინეთ, გესმის? როგორც შენ ადვოკატს მირჩევნია შარში იყო და სამუშაო საათებში ფული ავიღო, მაგრამ როგორც ბიზნეს პარტნიორი მე მკაცრად გირჩევ. რას ვიძახდი? ტედმა იცოდა. ცოტა ხნით მაინც დაანებებავი ამ ბენეკის, კაი? მოდი ბენეკი იცოდა რომ სკაილერს ყავდა ქმარი და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა ქმართან. რომ გენეტიკური ტედს გულისხმობ ბოლტთან. როგორც შევარდნე. საიდან იცოდი? მაგრამ სკაილერის შესახებ, ანიმის შესახებ თუ სად ვიქნებოდი, საიდან იცოდი? ეს უბრალოდ სკაილერი არასწორად მოიცა. ეს იმის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ მოსასმენები დამიყენოს. მელოდი ვაჟბატონი უთვალთვალებდა. ხო, მაგრამ არ ვიცოდი შენი სახლი რომ იყო, არა შენ ხო სხვაგან გადახვედი ყველაფერს რომ თავი დავანებოდ შენ თვითონ მითხარი. მე გითხარი? შენ გარკვევით მანიშნე რომ ეს უნდა მექნა, ნერვიულობდი რომ შენს ცოლს შეიძლებოდა პოლიციაში რამე ეთქვა. რა ეს არ არის სიმართლე, ეს სიცრუეა, როდის გითხარი ეგ? მიდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ ახლა. ვინ როდის რა ქნა? მთავარი აზრი ისაა რომ ჩვენი საქმე გულმოდგინედ შევასრულეთ. და ის არ ალაპარაკდა. დუ მილიარდშია. მან შენი მხარე დაიჭირა, ვოლტ. რაც თუ მე მკითხავ ირონიულად იმედი. აჰა, შენი მხარე დაიჭირა და ჯავშანი სერიოზულად სოლ. ცეცხლზე თამაშები ახლა. ეს მაგარი კაცია. გათავისუფლებული ხარ, შენი საქმე დასრულებულია. ვაუ. მე აღარ მოუხარშავ მეთამფეტამინს. ტირალა ბავშვი ხარ, ვის რაში სჭირდები? საიტს დავხურავ, ვეღარ გაათეთრებ ფულს. როგორ მოგწონს? ეს მოსასმენი აპარატურა არ დავინახო ჩემთან სახლში. დღესვე გაიტანე. მოსასმენი აპარატურა. სანამ დოლარიანი საჩივარი აიკიდე. ფსიქოპატო. შემიკაი. მაგარია, პირდაპირ ბათქაში გახვიდე. ცოტა შეელესვა და ეგა. არც ერთი არ დაგჭეს, ყველა გამოიღე. ჯერ ერთი თითო $800 ღირს. მეორეც შენი მოსმენა არც ისე საინტერესოა, ამიტომ ხო, ყველას ნუ, მაგაში ვერ დაგეთანხმები. საინტერესო ნამდვილად არის. შენს მაგარი საქმე აგირჩევია, ნამდვილად მდგრადი სფეროა. ხო. მე სიამოვნებას მანიჭებს. შეგიძლია წახვიდე. უკვე. იცი რა, ვოლტერ? ხანდახან ძალიან კარგია, როდესაც ვიღაც გიცავს. კი. ნამდვილად. ეს ის ნიშანია. საინტერესოა. ბატონო ვაით?
გამარჯობა. კარგი მარჯოს. რა ხდება? მე არ შემიძლია იმაზე ფიქრი თუ რისი გამოლაგიწევს ვალტ. ჯანმრთელობის ყველა ეს პრობლემა და ის სტრესი რის ქვეშაც იმყოფები, მაგრამ მაინც როგორც პედაგოგებს გვაქვს კონკრეტული პასუხისმგებლობები სკოლისა და სტუდენტების მიმართ. რა თქმა უნდა. ეს რომელი ტერიერია? ნორფოლკი. ნორფოლკი? გასაოცარია. ვალტ, შეგიძლია მოbrunდე აქ და ისევ დაჯდე? რა თქმა უნდა. აქაც რამე იდიოტობა არ გააკეთო ახლა. ბოლო დროს ხშირად აცდენ სკოლას და როცა მოდიხარ, ქცევასთან დაკავშირებით ჩნდება შეკითხვები. გულწრფელად ვღელო შენზე. მადლობა. შეიყო ვალტ. კარგად გრძნობ თავს? ვალტ. სკაილერს ხომ არ დაურეკო? არა. არ გინდა. არა. ვალტ. არ ქნა ის. რაც მე მგონია რომ უდაქნა ვალტ არ გინდა. მოდი უბრალოდ საიდუმლოდ დავდოვოთ. რა? ვალტ. რა გჭირს? მერცო. რა ჩენდება? რა ჩვევა აქვს სამორივე ცოლქმას სამაგიეროს გადახდა და ვალტს იმენა იგივენაირად უნდოდა სამაგიერო გადაეხადა. მერი და ენკი იცი რა? სულ შენ არ ლაპარაკობდი ვაშინგტონზე. ხო და ამის გარეშე იქ ვერ მოხდები. მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდე და მიზნის მისაღწევად ყველაფრისათვის უნდა იყო მზად. გარდა ამისა, ხომ იცი რომ ეს ბევრს ნიშნავს, როდესაც ამ საქმეზე გირჩევენ. ელ პასოში მუშაობა ჰგავს სუპერთას. შეიძლება ქუჩის გადაკვეთის დროსაც გამაგორონ, გესმის? მოკლედ, ხომ იცი რომ მინდა წასვლა. წინა წასვლაზე რა სიტყვა? რა წინა წასვლაზე? ახლა ამათი ურთიერთობების დაძაბვაც გვაკლია რა. შრეიდერ გისმენთ? ხო, შერიფო. ლურჯი ხო? ხო, უბრალოდ ახლა თვითფრინავში უნდა ჯდებოდე. ამ ბიჭს ლურჯი საქონელი ჰქონდა, დარწმუნებული ხარ თამაში? დაინახეს ესე იგი. მასთან დალაპარაკება მინდა. ან ჩაუშვა, რა ვიცი. ტაქსი. არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. ახლა დაჰენკი იგივე საკეთებს, რასაც მე ვოლტი. გამარჯობა. მაპატიე ძმაო, შენთან ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ არ დამხვდი შენ სპინაში. ხო, მე სახლში დავბრუნდი. კარგია, არა?
არც ისე. სამსახურიდან გაგაგდეს? არა. კი. ეს უბრალოდ შვებულებაა განუსაზღვრელი ვადით. აბა რა ხდება? ხო არ წავიდეთ სადმე? არა, ვიყოთ. ხო და შენი ტიპის გაცნობა მინდა. ვინ ტიპის? შენი ტიპის ბარიგა რო გყავს. სოულმა რომ გაგაცნო, არა. კარგი რაჯესი რა. დავფიქრდი და გადავწყვიტე რომ მინდა. ეს ერთადერთია, რაც გამომდის. არა, ეგ არ არის მართალი. ბევრი რამე გამოგდის შვილო. მაგალითად რა? ეგ მაგის ბარიგა არ ენდობა ნარკომანებს. მაგალითად წამალი რომ გადააგდე. და ფხიზლად ხარ. ხო ვთქვი აღარ გავეყარები თქო. არასდროს. უბრალოდ მინდა საქმეს დაუბრუნდე. მაგრამ მე არ მინდა. ბოდიში. ვიცი და ბაზარი არა, არ გთხოვ რომ ხარშვა გააგრძელო. ეს რა არის? საბოლოოდ ორი ცალი დუღილის კონდენსატორზე შევჩერდი. არ მინდოდა წყალბადის დონე ამრეოდა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი ისე გავაკეთე, როგორც შენ მასწავლე. საღო. დოზებს ძალიან ფრთხილად ვურევდი და ციფრებს უყურებდი მუდმივად. ხო და რას ფიქრობ? კარგია, ხო? ეს რა ჯანდაბაა? რა? ეს ჩემი პროდუქტი. ეს ჩემი ფორმულაა, ჩემია. ჩვენი პროდუქტია. და ხო. წილის მოცემას ვაპირებდი. შენ მომცემდი წილს? არა. კარგია. წილებს. რა გჭირს? შენ შიქ ხო არა გაქვს? მარტო შეხვედრის რა ჭირს გეხმოვანება სამ სერიაში? რატომ? იმიტომ რომ ჩემს სახელს დაბალი ხარისხის საქონლით არ გავიფუჭებ. ამის დიამეტრებს შეხედე ამ დონემდე დასაყვანად რა გამოიყენე? არ მითხრა? ჩემს სახელს არ გავიფუჭებ. დაეწყო. ვერცხლის, წყლის და ალუმინის ნაერთი. ვერცხლის, წყლის და ალუმინის. ზენიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. კარგი გასაგებია, მაგრამ ალბათ არასწორად გააკეთე. ფერი ძალიან ღვრიეა. გამოხთაზეც ბევრი იწვალე. ახლა ეს ყალბ ნაწარმს გავს პიგმენტ, შენ მაგივრად მე მრცხვენია. რა? არ არსებობს. გავასინჯე ბევრს და ყველამ თქვა ნამდვილად ბომბია. ბომბაო ესე იგი. და ვინ თქვა ეგ? მაინტერესებს. ნარკომანების ხროვამ, ხო? ხო. ხოჭა, ეგენი უნდა ნორმალურმა ვინ უნდა გასინჯოს. ბოდიში ვერ დაგეხმარები. კარგი შეპროჭო, მე თვითონ მივაგნებ ბარიგას. სვეტში. მართლა? წარმატებებს გიცურებ, ჩემი ბარიგა პროფესიონალია და ნარკომანებთან საქმეს არ იჭერს, იცი რა? შეგიძლია მომაჭავო. ეი. ეს ნამეტანი იყო. ნუ რა ვიცი, ვოლტ. ამაზე რა ვთქვა, აზრზე არ ვარ. უკეთესად შეგეძლო მოქცეული ვარ. არ მჯერა რომ ჯერ 4 საათია. დღეს აშენლად იწელება. რა ჩემთება ხდება?
ვერ. სიამოვნებით დავრჩებოდი შენთან. მერე დარჩი. რა გიშლის ხელს? ახლა რომ ვოლტი მივიდეს სახლში რა დედთან. და ყველაფერი ხელს მიშლის. მაგალითად ჩემი გადარეული ქმარი, რომელიც სახლიდან წასვლაზე უარს ამბობს. სკაილერ. ხო და შენ გადმოდი ჩემთან. ბავშვი, და მე ჩემ შვილს ბავშვები. ახლანდელზე მეტად შევეზიზღები. ეგეც მართალია. დროთა განმავლობაში გაურის საკუთარ ღირსი ხარ. გოგონას. სიმართლე გითხრა. ისინი ეჩვევიან. და ახლა სამსახურში წინა სერიის მერე მიტყვი რომ ღირსი ხარ. კარიერისტი ბოსი. მათ დაუყოვნებლივ გავათავისუფლებ სამსახურიდან კიდე რა დარჩა. სამსახურს იწევა. როდის გაფუჭდა ურთიერთობა შენსა და ვოლტს შორის? არა. მე მას ყოველთვის ხედავდი როგორც ზომი არა, და ზრდილობიან კაცს. ხო? შეიცვალა რამე მისი ავადმყოფობის შემდეგ თუ რა ხდება? არ ვიცი რა შეიცვალა და მაგრამ არ მსიამოვნებს ამ თემაზე ლაპარაკი. კარგი. ბოდიში. უბრალოდ პირადი ინტერესების გამო გკითხე. მინდა დავწმუნდე რომ მე ანალოგიურ შეცდომებს არ დავუშვებ. ეგ რომ მოახერხო, გაუგნებელი დავრჩა. სვეტში. შეიგი ყველაფერი თავის ეგ მართალია. ადგილზე. შენ ეს ვიღაც ტიპისგან იშოვე გასპარზასთან. მას ეცვა ღია ყავისფერი შარველი და 80%-ით დარწმუნებული ხარ რომ ულვაშიც ჰქონდა სულ ესაა, ხო? ეს არის მაქსიმუმი რაც შენ twins შეუძლია. რასელ ანუ იმ გოგოსკენ არა, კაი. რასელ ყველაფერი წესრიგშია? მელი. იმ ტიპის სახელია მელი. მელი ესეც არა. ასე ხედავ? რაღაცაში მაინც გამოდექი. მელი არა. რომ გამახსენდა. ვინ? მელი, გვარი არ გახსოვს? ხო, მელი. მოიცადე. მელი იყო თუ მარკი? მისი სახელი ნამდვილად մ-ასოსგან იწყებოდა. ვაფშე არა. ხო, დავკარგე. მაგრამ სახელი ნამდვილად м-ასოსგან იწყებოდა. ხო, მახსოვს м. კარგი, მაშინ м-თი ვიხელმძღვანელებთ. დიდი მადლობა. ნამდვილად ღია ყავისფერი შარვალი ეცვა კი. გამახსენდა რომ ვაზექტომია გავიკეთო. მოთი რომ სიჩალიჩოთ მაინც ვერაფერს გადასდა, ამიტომ ის მიაღწევთ, იმიტომ რომ ეს ეს ჯესია. ცოტა გავზვერ გამოვზვეთ. ნახე თუ ვერ დავიჭიროთ ის კლოუნი м-ასოსგან რო იწყება სახელი. მასოს. ეს მიგვიყვანს. სად მიგვიყვანს? ჰაიზენბერგთან. ხომ გითხარი უბრალოდ დროის საკითხი იყო სანამ ეს ტიპი ისევ დაიწყებდა საქმის კეთებას. აი შედეგი მეგობარო. არ გამიგასდე, რადგან მშვენიერი ვარ, ტუტუცო, უბრალოდ მომიბოდიშე და ლუდი მიყიდე. ვაუ. ეს ნარკოტიკი შეიძლება ყალბია ან ძველია. საიდან იცი რომ პირიქით ახალია. უბრუნდება. საიდან ვიცი? ვიცი. და მორჩა. ვერ ხვდები, მაგიტომ იყიდე საწუხაროდ ვფიქრობ რომ ჰინკი შეიძლება მართალი იყოს. მაგრამ ჯერჯერობით არ არის. დავიღალე ამ ნამიოკებით. თუ არ ხარ საკმარისად აღგზნებული ამ გამოძიებით, გთხოვ ჩვენი ხათრით სხვაგან გადასვლა მოითხოვე. ამ ბოლო დროს რა გჭირს? მართლა. ბარში ჩხუბს იწყებ. ელპასოში არ მიდიხარ და ახლა ამ სისულელეს კიდებ ხელს. სერიოზულად, ძალიან აჩვენებული აქვს ეს საქმე. ვინმესთან დალაპარაკება. მაგალითად ვისთან? მე ფსიქოლოგთან. არ ვცდილობ მაზოლზე ფეხი დაგაჭირო ძმაო, კარგი? მე უბრალოდ შენზე ვნერვიულობ, ესაა და ეს. ვაფასებ მაგას. ძმაო. ვაუ. ახლა კი ჩემი მხრიდან ხელი ჩამოიღე. მერთო ჰენკ.
ნუ არ ვიცი რა თქვა. ხო, ის ტელევიზორში რომ გავიდა, რამე ნაწილი ხომ არ ჩამოვარდნილა თქვენ საკუთრებაში. თვითფრინავის მთლიან ფრთაზე არ ვსაუბრობ ბატონო ლინკას. ეს შეიძლება იყოს კაკალი ან ჭანჭიკი, შეიძლება მიწის თხილით სავსე ჩანთა იყოს. ის მერი რამაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვინა. არა, დაკეტილია, მოგვიანებით დაგირეკავთ. შენ გქონდა შანსი. გითხარი დააბრუნე უკან რომ გააგზელოს ხარშვა თქო. შენ კიდე დაიკიდე და ახლა უკვე გვიანია, კაც ყველა საშილად ვეზიწყებით. მე მხოლოდ მინდოდა დამენახებინა თქვენი ორისთვის. თუ რამხელა შესაძლებლობები გააქვთ და პასუხად რა მივიღე? ეს. გამარჯობა. გაგიმარჯოს. როგორ მოახერხე ვოლტის დაყოლიება? ეს გავაკეთე. შენ იცნობ ტიპს, რომელიც იცნობს ტიპს, არა? სერიოზულად გას შეხვდება? ნუ არ ვიცი, გას მე თქვა. ვიზა ჯესიკი აღარ არის ნარკომანი, მაგრამ ხო იყო და არ მგონია გას აკმაყოფილებდეს ეგეთი რა. მესამე სტადიის კიბოს მიუხედავად ის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია. აი ფსიქიკურად ეს კაცი სრული კატასტროფაა. თავისი ცოლის ამბების შემდეგიც რელსებიდან გადავიდა. ჩემი აზრით საკუთარი ძალებით ვერ მოვა აზრზე. ხო, კიდე შენი მეგობრები ისევ იყვნენ მის სახლთან. და სახლის გარეთ ცელი დახატეს. ცხოველები. ადვოკატმა იცის, უნდა იცოდეს? არა. თუ გინდა რომ ამ კაცმა ისევ მოხარშოს პირდაპირ რატომ არ ეტყვის? სწორედ შენ დგახარ მის და მის თავში ნაჯახ შორის. მე არ მჯერა რომ შიში სასარგებლო მოტივატორია. მე მინდა ინვესტიციის ჩადება, ახლა უბრალოდ მისი ცხოვრების ხანგრძლივობა მაინტერესებს. მისი მომავალი პროგნოზირებადია რა? პროგნოზირებადია, მინიმუმ რამდენიმე წელი იცოცხლებს, თუ რამე სასწაული ან ნაჯახიანი კაცები არ გამოდის. ნაჯახიანი კაცები. ადვოკატმა მთხოვა, მე თქვა რომ პიკმენს უნდა გაყიდოს. მე ნარკომანებთან არ ვმუშაობ. ვიცოდი მაგას იტყოდი. მეც ვიცოდი. ალბათ ესე ჯობს. როგორც გავიგე, ის და ვოლტერი ერთმანეთს დაშორდნენ. ერთმანეთს დაშორდნენ, მიგრანაც იცნობი თქვა. გუდმენმა თქვა კატა ძაღლივით არიანო. კარგი, მაშინ შევთანხმდი. სერიოზულად ყველა მის სამეცნებს? ძალიან დიდ დროს კონცენტრაციას გაუხსნელი მესიჯი. აგენტო შრეიდერ, სასწრაფოდ უნდა გადმომირეკოთ ტეხასიდან შემაწუხეს და მე არ მინდა რომ არა, მეთი არ მინახავს მას შემდეგ, რაც მამამ სამსახურიდან გაანთავისუფლა. რას ფიქრობ, სად შეიძლება ვიპოვო? წარმატგენა არ მაქვს, მე ვის არ მინახავს.
გასაგებია ეს უკვე რამდენიმეჯერ თქვი. ხო, რადგან მე ის არ მინახავს, არ ვიცი კიდევ რა გითხრათ. რა ქვია ძვირფასო? კარა. კარა. ოპა. ეს საიდან მოვიდა კარა? არ ვიცი რა არის ეს. ჯიგერია. ნარკოტიკები? არ ჩავშვა. მის მინე პირდაპირ გეტყვი, რომ შენ ცუდი მატყუარა ხარ. კი. მაგრამ მათ შორის ვინც მე მინახავს. ყველაზე ცუდი არ ხარ. ერთხელ ერთი ტიპი ცდილობდა აიხსნა, რომ ნარკოტიკი, რომელიც ტრაკიდან გამოაძრეს, ცუდი ტაილანდური საჭმელი იყო. მაგრამ მაინც შენ არ ხარ კარგი მატყუარა. მართლა არ ვიცი. გეყოფა. შენ კარგი ბავშვი ჩანხარ. მე არ ვცდილობ რომ უსიამოვნებებში გაგხვიო, მაგრამ შენ უნდა მითხრა საიდან მოვიდა ეს ამბავი. შევიდა. აღარ ვეკარები ესეთ რაღაცეებს, ღმერთს ვფიცავარ. ერთხელ ვცადე და ეგრევე შემსისხდა, ამიტომ მივეცი მეთის. კარგი და ვინ მოგცა შენ? ვიღაც ტიპმა. მეთის. რამდენიმე სერიოზულად მეთი. უნდა და რომ ეს ბენზინში გაეცვა. ვიღაც ტიპი რა ერქვა. კარგი მეთქი რატო როგორ ამბობს ასეთ უცნაურ სახელს მელი, მარტი. არ ვიცი. ძალიან ჩვეულებრივად ხომ ხვდებით, ის იყო თეთრკანიანი. ვფიქრობ ღია ყავისფერი თმა ჰქონდა, ძალიან ლურჯი თვალები. ძალიან ლურჯი. სისფერი. კარგი ახლა, კარგი ოცნებებში უწახვედი. კიდე რას მეტყვის? პირსინგები, სამკაულები, გამორჩეული ჩაცმულობა. არა. მიდი. მისმინე? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაც ეს ნარკოტიკი ჰქონდა. ამიტომ თუ შეგიძლია კიდევ რამე გაიხსენე. იფიქრე, მიდი. ის ბორბლიანი სახლით იყო. კარგი, რომელი ბორბლიანი სახლით? რა ფერით, სანომრე ნიშანი ხომ არ გინახავს? მე არ ვიცი ბორბლიანი სახლის მოდელები და სანომრე ნიშანიც არ მინახავს, მაგრამ ფერი იყო თეთრი, ყავისფერში. ხორცისფერში. მაპატიეთ. ვიცი, ვერაფრით გეხმარებით, მაგრამ გთხოვთ, მამა ჩემს არ უთქვ. კარა. გთხოვ მითხარი, რომ ეს კამერა მუშაობს. სერიოზულად? თუ არა? ჭანდაბა. არა. ჰენკის მესმის, მაგრამ ძალიან უხეშად თქვა. სხვა კამერებს ნახავს? აუჩები, ჰენკ. Bingo. Cai. კვერცხი ძალიან გემრიელია, დედა. მადლობა. იცით რა არის უცნაური? მამას ვებსაიტზე 3 დღეა არავის არაფერი ჩაურიცხავს.
ხალხი კარგავს ინტერესს. არამშოს მამას ეს არ ჭირდება. ესე იგი, რამდენი ხნით წამოხვედი სამსახურიდან? სამუდამოდ. რამდენიმე კვირით? სიტუაციის მიხედვით ვიმოქმედებ. ვოლტი მართლა არანორმალურად. მე ალბათ ზედმეტად ვიაქტიურე და სამსახურში დროზე ადრე დავბრუნდი. შეიძლება დღეს გარეთ გავიდე. ლუის ექიმთან შეხვედრა აქვს დანიშნული და მინდა გავყვე. კარგი აზრია. ესენი ერთმანეთს მაინც ხმას არ გასცემენ. ესე იგი, ახლა მამას შეუძლია ბავშვის დატოვება, არა? შენ აღარ მოგიწევს ყოველ დღეს სამსახურში წაყვანა. კი. ზოგჯერ შეიძლება. წავა. ხო, ნახოთ. ვოლტი ბედნიერი. რა ხდება? რა? ფიქრობ ძალიან გესიამოვნებად. ეს სწორედ ცუდის ნიშანია. ეი. მოიცადე. არა. და გადაგემოწმებინა მაგალითად შედებილო. ეი. ეს გაჯანდაბაა ეს. მარტო ნახევარია აქ. მართალია ეს შენი ნახევარია. რა? ეი. მეორე ნახევარი ეს სადაა? შენი ნახევარია? მთელი ეს ამბავი სიგიჟე იყო. საწოდავი ნაბიჯვარი. შემეცოდა ვფიქრობ მართლა მას კაბელის ხელოსნები ვეგონეთ. მოკლედ ბოდიში გამოტოვებული ზარებისთვის უფროსო. ახლა პროვაიდერს ვცვლი და ეს აღარ განმეორდება. ელ-პასოში მიდიხარ ჰენგ? აბა რა? წვეტიანი და ზარებით გარშემორტყმული ფეხსაცმლით. მაგრამ ჯერ ჰაიზენბერგის საქმე უნდა გავხსნა ლურჯ მეთამფეტამინის გულისხმობ. იმ 1.75 გრამს. ხო, მაგრამ 1.75 გრამმა დაიწყო ყველაფერი. კვალმა ბენზინ გასამართ სადგურთან მიმიყვანა, სადაც აირავიშოვე. სადგურის კამერები გათიშული იყო. არც განკვირვებია, მაგრამ შევძელი ბანკომატის უსაფრთხოების კამერიდან რამდენიმე სურათი ამომეყო. ჩვენ ყოველთვის ფიქრობდით, რომ ისინი შეიძლება ბორბლიან სახლში ხარშავდნენ. პირველ რიგში ტიპიური C კლასის ბორბლებიანი სახლი უნდა ატარებდეს მინიმუმ 5,000 ფუნტში დაუძრავ ქონებას. ტექნიკა, ავეჯი, ჩაშენებები მინიმუმ 5,000 არა? ხედავთ რა მაღალზე დგას ავტომანქანა. ვარიანტი არაა ეს რაღაცა ამ წონაში ატარებდეს. ის გაწმინდეს და გააშიშვლეს. რისიგულისთვის? სისხლის ბანკისთვის, იქნებ ბიბლიოთეკისთვის მოსაწყობად. მანქანის ნომრებს სუფთად ვერ ხედავთ. ხო, ბედიც ამას ქვია, მაგრამ წინა ნომერი არ უკეთია, რაც იმაზე მიგვინიშნებს, რომ ალბათ ნიუ-მექსიკოშია დარეგისტრირებული. ავტომობილების დეპარტამენტში შევამოწმე და ასეთი მანქანა მხოლოდ 29, რომელიც 80-იანი წლების დასაწყისში დაარეგისტრირეს. მხოლოდ 29? კი? მხოლოდ 29. ამიტომ უნდა წავიდე, ხომ ხვდებით? კარებებზე დავაკაკუნო. 29. არა, თუ სახელები მათი გადაამოწმე მათეოპასოში სჭირდები, ჰენკ. დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ ჰაიზენბერგის ამბავი უნდა მაშინ 29 მანქანის შემოწმება. თქვენ უარს ამბობთ დავალებაზე, ხო? არა, მე არ წავიდე, გაუჭირდება. ცოტა მეტი დრო მჭირდება. შენ მე არ მისმენ აგენტო შრეიდერ, შენი დრო ამოიწურა.
წახვალთ დღესვე ელპასოში. წადი. მიპასუხეთ. სხვა დროს გაასრულებ ჰაიზენბერგის საქმეს. უბრალოდ კი ან არა. კი. არა. არ შემიძლია. მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ძალიან ახლოს ვარ რაღაც დიდთან. კაცო კი, მაგრამ მაინც ახლა. მაშინ უმჯობესია ეგ რაღაც იპოვა. ეს არის ალბუკერკის ახალი ამბები. ჩვენი დროით 10 საათი და 13 წუთია. გაცნობებ დღევანდელი დღის ყველაზე ცხელ ამბავს. საჰაერო მიმოსვლის დისპეჩერი დონალდ მარგოლისი, რომელიც გააკრიტიკეს მისი როლისთვის ახლახან მომხდარ ავიაკატასტროფაში, სადაც 167 ადამიანი დაიღუპა, დღეს დილით სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც ჩანს, დაზარალებულმა თავის თავს მიაყენა იარაღის ჭრილობა. თავის მოკლასცა და წარმომიდგენია რა მდგომარეობაში იქნება ახლა შვილის სიკვდილის მერე და პლუს ამდენი ხალხის სიკვდილშიც რომ ადამიანი შეუძლებს თავს. შენი ნახევარი. სერიოზულად ეგრე? კარგი. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის მიერ. ადასრულებელია. ნახარასული. კაი, ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული მესამე სეზონის მეოთხე სერია. საკმაოდ კარგი სერია იყო, მინდა გითხრათ. მაი პერსონაჟებზე რა ვთქვა, არ ვიცი. ამ სეზონში რაღაც ძალიან მიზეთები გახდნენ ყველანი. ჰენკს კიდე შემიძლია გაუგო, რატომაც არის ასეთი აგრესიული და რატო იქცევა ასე, იმიტომ რომ ბევრი გამოვლა მოუწია ამ ჰაიზენბერგის საქმის გამო და მალე უნდა რომ დაასრულოს გამოძიება. სკაილერზე დავოლწე რა ვთქვა. მოვედი, გავაგზავნოთ უბრალოდ, კიდე გაიგე კურების დროს არ მომიწია გასვლა. სკაილერზე და ვოლტზე ისი თქმა შემიძლია, ანუ ვოლტი ზოგადად ამ სეზონში, რა ვიცი, შედარებით უკეთესად განაუკეთესი ადამიანი გახდა, ანუ მაინც აქვს ეს რაც ის ჰქონდა მეორე სეზონში. მაგრამ მაინც, ანუ როგორც პერსონაჟი მე მგონი უკეთესი გახდა. მე მგონი უკეთესი გახდა, ანუ საინტერესო პერსონაჟიც არის ზოგადად, ახლა რა თქმა უნდა ჰაიზენბერგი იქნება, მაგრამ ანუ ის რომ როგორც ცდილობს ვოლტი ამ ყველაფრის მოგვარებას. ვოლტს არ იცი, ამ სეზონში მაგრად ხედავ ვოლტის ისეთ დამოკიდებულებაზე რა. გეგონება ყველაფერი რომ კიდია ისე უყურებს. სახლში დაბრუნდა, საიდანაც გამოაგდეს, სკაილერ ბავშვი დავაძინო, ბავშვს ვაჭამო, მივხედო, ვოლტის დროს ჭამა უნდა. ეგეთი კომენტარები აქვს, გეგონება არც არაფერი მოხდა რა, არც უჩხუბიათ, არც გაუგდეს სახლიდან. პოლიციაც გამოიძახა სკაილერმა და არანაირი ესეთი სერიოზული რეაქცია. და ახლა რას აკეთებს ვოლტ ეცველაპარაკები და
რავი. ეს მომენტი მაგარი, რა ვიცი. რა თქმა უნდა, ახლა არ უნდა იყოს სასაცილო ეს მომენტი, მაგრამ მე კი გამეცინა კარგად, თვითონ რომ შეათრია მანქანაში თან. Skyler-ის მესმის, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მგონი ეს ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რაც დაუშვა მთელი 3 სეზონის განმავლობაში და ვიძახის 3 სეზონის განმავლობაში თქვა რა და მესამე სეზონი ახალი დაწყებული მაქვს, მაგრამ ხო ორი სეზონის და მესამე სეზონის დასაწყისის განმავლობაში. ტედზე რა ვთქვა, არ ვიცი, ტედი ჩემთვის ყოველთვის მე პერსონაჟი იყო. მაგრამ ხო, ანუ აქ ტედის ბრალი იყო, რაც მოხდა, მაგრამ სხვა პირობებში რომ მომხდარიყო, აი ნებისმიერ სხვა დროს რომ მომხდარიყო, ნებისმიერ სხვა დროს. მე კიდე დავადანაშაულებდი ტედს, მაგრამ ახლა როცა თუ იცოდა ტედმა გაცილებული იყვნენ ეგ და Sky და Walt-ი, მაშინ კიდე შეიძლება. თუ არ იცოდა, მაგრამ თუ იცოდა რომ აპირებდნენ უბრალოდ გაცილებას, ანუ ყველა ვარიანტში, ამ შემთხვევაში Walt და Skyler-ი ერთად არ იქნებოდნენ. კი, ტედიც არ არის კარგი ადამიანი, რომ დაუკვირდეთ მაგ პერსონაჟს, მაგრამ თან მაგრამ Walt-თან ნახეთ რა დაემართა, არც კი უნდა რომ თვალებში შეეხება. და Skyler-ის თანამშრომლებიც ხო ხდებიან ნელ-ნელა ყველაფერს. მაგრამ აი ის მომენტი Walt-ი რომ წავიდა მასწავლებელთან. მაქსიმალურად კრინჯი, აი ყველაზე კრინჯი მომენტი იყო მთელ სერიალში მგონი. Skyler-ის სიმღერასაც კი გადაუჯობა კრინჯობით. არ ვიცი, რაზე ფიქრობდა უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა და ზუსტად იგივე გაეკეთებინა, რაც თვითონ გააკეთა Skyler-მა. და ეს მომენტი ჯესისთან, Walt-ი თითქოს და დაანება ამ საქმეს თავი, მაგრამ Heisenberg-ის სახელის გაფუჭება მაინც არ უნდა და ეს ცოტა მანევრიულებს, ანუ რა ვიცი, ფაქტია Walt-ი უნდა დაუბრუნდეს ბიზნესი, მაგრამ აშკარად ამბობს რომ არ უნდა, მაგრამ მაინც აქვს სურვილი თავისით და არ ვიცი, ნახოთ რა მოხდება. ნახოთ სოლი რას იცავს, ეგეც მაინტერესებს. ზოგადად კი კაი სერია იყო. ახლა წავალ შემდეგ სერიას ვუყურებ, ეგრევე მაინტერესებს ძალიან. მადლობა ყველას. მშვიდობებით, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. კარგად გრძელდებოდეთ.